საქართველოს შრომის კოდექსით მამაკაცს უფლება აქვს ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით. თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ამ უფლების რეალიზებას ხელს ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე წლის წინ გამოცემული ბრძანება უშლის. დამსაქმებლები ძირითადად საფუძვლად, უარის საფუძვლად იყენებენ სწორედ 251 ბრძანებას მინისტრის, სადაც საუბარია, რომ ორსულობის და მშობიარობის მოვლის გამო დეკრეტული შვებულების გამოყენება მამაკაცს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა გარდაეცვალება მეუღლე. შრომის კოდექსის მე-6 თავის 27 მუხლში ვკითხულობთ, რომ შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ხდება. იქვე განმარტებულია, რომ დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული პერიოდი. დასაქმებულში კი სქესი არ არის განმარტებული, რაც ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობას ორივე სქესს თანაბრად უტოვებს. თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის ნომერ 221 ბრძანებულების მე-6 პუნქტში ვკითხულობთ, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისი ანაზღაურება ორსული მშობიარე ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალი გარდაიცვლება. ეს ყველაფერი გაიგო ხალხმა, გაჟერდა ტელევიზიით, ამ შემდეგ ჩვენ მოგვაკითხა მამაკაცმა, რომელსაც ასეთი შემთხვევა. რკინიგზის მსინჯველ შემკეთებელი მუშა, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, რკინიგზის გენერალურ დირექტორს წერდა, რომ შეეძინა შვილი საკეისრო კვეთით და რადგან მეორე შვილი შეზღუდული შესაძლებლობის პირი იყო, მას სურდა დეკრეტული შვებულებით ესარგებლა. მე როგორც გავარკვე, მე უდიდეს სამსახურში ამ ადამიანს ეკმუარია და შემთხვევით აქვს ანალიზის პასუხი, რაც მიცემასაც აპირებს რკინიგზს და წერია, რომ ბავშვის მშობელი დედა უნდა იყოს გარდაცვლილი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგეცემა დეკრეტული შვებულება მამას. თუმცა საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. შრომის კოდექსის 27 და 29 მუხლში ნახსენებს სიტყვა დასაქმებულში რკინიგზის ადმინისტრაციამ როგორც ჩანს მხოლოდ ქალი იგულისხმა. უარის საფუძვლად კი ჯანდაცვის მინისტრის 2006 წელს მიღებული ბრძანებულების მე-6 პუნქტით იხელმძღვანელა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში დღესაც ვრცელდება, რაც პირდაპირი დისკრიმინაციაა, რადგან აუარესებს შრომის კოდექსით მინიჭებულ დასაქმებული მამაკაცის უფლებას გამოიყენოს ბავშვის მოვლის გამო ფასიანი შვებულება. ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებულებაში არსებულ პრობლემას ხედავენ, თუმცა შრომის და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ პრობლემის აღმოფხვრას დრო და სხვა უწყებებთან შეთანხმება სჭირდება.